კონფლიქტები ევროპაში ამ თემაზე გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ მაღალი დონის ღია დებატებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოვიდა. მიხეილ ჯანელიძემ გაეროში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ანექსიის პოლიტიკას განაგრძობს. რუსეთს საქართველოს კონფლიქტის მოგვარების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა იქნება. აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მინისტრის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებული ეგრეთ წოდებული გამშვების საკონტროლო პუნქტების დახურვის შესახებ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და კონფლიქტის ზონაში მსგავსი ქმედებების დაგმობისკენ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებებიც შეახსენა და ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ამოქმედება მოითხოვა. Moreover, following the August war, we lost even the minimal existing safeguards as in 2009. აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენ დავკარგეთ ის მინიმალური დაცვის მექანიზმები, რაც ჰქონდა, რადგან 2009 წელს საერთაშორისო მისიები ცალმხრივად იქნა დაბლოკილი რუსეთის მიერ. საქართველოს ცალმხრივად დაიღო ძალის არ გამოყენების ვალდებულება, რასაც საპასუხო ქმედება არ მოჰყოლია. საქართველოს მთავრობა ცდილობს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაციას, კონსტრუქციული და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის გზით. მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას. დე-ფაქტო ხელისუფლებებთან ინტეგრაციის შესახებ უკანონო შეთანხმებების ხელმოწერის გზით. საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, რომ ჩაატაროს ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში, რათა რეგიონს გადაერქვა სახელი და ეწოდოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა სახელმწიფო ალანია, რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ფედერალური სუბიექტის მსგავსად არის ამ პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურება. მოუწოდებთ რუსეთის ფედერაციას შეცვალოს თავისი უკანონო პოლიტიკა, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს მისცეს ოკუპირებულ რეგიონებში წვდომის საშუალება. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა საქართველოდან. ევროპა სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. ყველაზე მწვავე რუსეთის მცდელობაა უკრაინის დესტაბილიზაციისთვის. ხელიყოს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ მუშაობთ, რათა ნატო უფრო ეფექტური გავხადოთ. ვაღრმავებთ თანამშრომლობას არსებულ წევრებთან და ვტოვებთ ღია კარს ახალი მოკავშირეებისთვის, რომლებიც ასრულებენ ყველა მოთხოვნას წევრობისთვის. ამასთან ნატო უზრუნველყოფს სწავლებასა და დახმარებას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას თავდაცვის უნარიანობის შესაქმნელად. საქართველოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა დადასტურდეს და პატივი უნდა სცენ. 2008 წლის კრიზისმა საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში გვიჩვენა, რომ ევროპა კვლავ რჩება კონფლიქტების გამწვევების რისკის წინაშე. გაერო სრულიად ხაზს უჭერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს და მოუწოდებს მონაწილეებს გამოავლინონ პოლიტიკური ნება, რათა იპოვნონ შემოქმედებითი გადაწყვეტილებები ყველა ინტერესისთვის. გარკვეული პროგრესი მიღწეულია, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებში, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხე. აუცილებელია შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის, თავისუფლად გადაადგილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ.